ბატონებო და ბატონებო, დადგა ნანატრი დრო, რომელსაც გამუდმებით ელოდება მოთამაშეები, ამ თამაშის ორგანიზატორები და მაყურებლები, გულშემატკივრები. დღეს ბატონი წამყვანის წინააღმდეგ ითამაშებს ბატონი ნიკოლოზ ნაკაშიძის ექვსეული. მიეგებეთ ჯანდაცვის და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი ანრი ჩხაიძე. ეკონომისტი დავით ცხალაძე. საჯარო მართვის ბაკალავრი ავთო აბესლამიძე. პედაგოგი მარიამ კახიძე. მათემატიკოსი, პედაგოგი, ფილოსოფოსი საბა ინასარიძე. და გუნდის კაპიტანი, ფსიქოლოგი ბატონი ნიკოლოზ ნაკაშიძე. ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც უკვე პოპულარულია ჩვენს ქალაქში. რა სად მოდის სხვადასხვა არაერთ ლიგაში. მასპინძელი ლალი. ბატონო ნიკოლოზ, როგორია თქვენი განწყობა თამაშის წინ? თქვენი და თქვენი გუნდის. შვენიერი და ვეცდებით რომ მაქსიმუმი დავდოთ ჩვენი თამაში. ძალიან კარგი. თუ გაქვთ გათვალისწინებული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა. არის ამიფიქრია აფეთქი. ნახოთ. ძალიან კარგი. თქვენ სასიკეთოდაც ბატონო ნიკოლოზ. დავატრიალოთ ძრიალა გუნდი მზადაა, ტელემაყურებლის მოწმინებას ნუ გამოვხდით და ნახოთ რა მოვა პირველი შეკითხვა. ვის იმედს ამყარებთ, ვიზზე ამყარებთ უпроსორად ყველაზე დიდ იმედებს გუნდში ბატონო ნიკოლოზ? არ გამოყოფაზე ძალიან გუნდის ჯერა თანამდე. უპირობო ლიდერების თქვენ არ გწამთ სავარაუდოდ. ძალიან შეკრული გუნდია და ორი იმპოსტერი დავემატეთ. ძალიან მაგარ გუნდს. რაღაცას შევეცდებით რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ. მაჩვენოთ, თხოვთ, რა ამოვიდა ჰომეროსი. ჰომეროსი საშიშად წეს. შეკითხვა ჰომეროსი. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაუდგენელია და ამის შესახებ რამდენიმე სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად ის შეიწირა პანკრეონეკროზმა. ამ დაავადებას ახასიათებს კუნთების სრული პარალიზება და სახელიც აქედან მოდის. პან ნიშნავს ყველა, კრეას ხორცი, ნეკროს სიკვდილი. ამის გამო ალექსანდრეს არ დამართნია ის, რაც მაგალითად დაემართა ბერ ზოსიმეს ძმები კარამაზოვებიდან და მისმა გარემოცვამ ამის გამო იგი უმალ ღმერთკაცად მიიჩნია. ყურადღება, კითხვა. რა ნახა მისმა გარემოცვამ ისეთი, რაც მის ღვთაებრივ ბუნებას მიაწერეს? დრო. ანუ მაკედონიაზეა ხო საუბარი კითხვა? მას განახა ეგეთი და რაღაცა ეთყობა დარჩა. კაი, რა დაემართა ძმებს ოსიმეს რა დაემართა? რამე ფიზიკური ნაკლი რამე სხვა დარჩა. მოეჭველი გახსნასთან არის ხო შეიძლება გაუხსნელი იყო რა? პარალიზება დაემართა. ანალიზებს რაღაცას ხომ მოსდით? ანუ კუნთების პარალიზება რა შეიძლება რაღაცა ძველებურად დარჩა რა. როგორც იყო ხო იმ ისე პრობლემია ხოლმე რა მოსდის?
ძმები რჩება რა ზოგადად და მე არა, ეგრევე ქონდა რეაქცია, ანუ იმ წუთას დაინტერესდა. შეიძლება არ გათეთრდა და სიცხლი დარჩა, ანუ იგივე ფერი ქონდა? ანუ როგორ ანუ რაღაცა ისეთი დაემართა, რომ გაუცებული. შეიძლება სიკვდილის შემდეგ მოვიდა. განახა მისმა გარემოცამ ეგეთი, რომ ღმერთკაცად შეერაცხეს ეგრევე. თვალები ხო არ დარჩარია რამე ეგეთი. თვალები ხო არის, ხუჭებად ეგრევე და აი ამ ზოსიმეს რა დაემართავთ ვინმე თუ იცის? შეიძლება რეფლექსები ქონდა მაინც, ანუ თუნთან დაკავშირებული პროცესი. დრო შეწყდა კამათი ბატონო ნიკოლოზ. ვინ უპასუხებს? მე უთავად შევეცდები, ყველაზე რეალური პასუხი იყო, არ გაიგრძნა. რეალობასთან ყველაზე ახლოს ესა სხვა ვერსია, უკეთესი ვერსია არ ქონია და მოდი იყოს ეს. ბატონო ნიკოლოზ, დაზუსტებით თუ გახსოვთ რა მოუვიდა ბერ ზოსიმეს ცხედარს რომანში ძმები კარამაზოვები? არა, ვერ გეტყვით ამას. ბერი ზოსიმეს სხეული ისე გაიხსნა, რომ ეზოში ვერავინ ჩერდებოდა. სწორი პასუხია ის არ გაიხსნა. 1-0 გუნდის სასარგებლოდ. თუ გნებავ კომენტარი აკრეონ ნეკროზის დროს ხდება კუნთების სრული პარალიზება, ის არ მომკვდარა და შესაბამისად ვერ გაიხსნებოდა. მის გარემოცვას კი ეგონა ღმერთკაცი იყო და ამიტომაც არ გაიხსნა. რა სიტყვით პირველ შეკითხვაზე ბატონო ნიკოლოზ? შენი შეკითხვა იყო ნამდვილად. მე ხარ ძალიან მრავალმხრივი და ისეთი დეტალური შეკითხვა იყო, საინტერესო ხო? ალუზიები ბევრი სფეროდან, ამიტომ ძალიან მაგარია. პირველ შეკითხვა რომ ეგეთი ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვაფასებ თქვენს შრომას. ბატონ წამყვანს ძალიან უხარია, როდესაც მისი შრომის შედეგს აქებენ და ადიდებენ კიდეც. ანუ უბრალოდ როცა აქებენ, უფრო აქებენ. დავატრიალოთ ხვითკინა, ვნახოთ მეორე შეკითხვას თუ გამოიწვევს ეს მოწონებას, როგორიც გამოიწვია პირველმა შეკითხვამ. ამასობაში ბატონო საბა. თქვენი აზრით, რომელი ალკოჰოლური სასმელი ხართ? რომელი ალკოჰოლის სასმელი? ალბათ მაინც კონიაკი. რომელსაც შეუძლებ დიდხანს გაჩერდეს კასში და იქიდან ძალიან გემრიელი და ესე ვთქვათ დამზენებული გამოვიდეს. ალბათ საბოლოო ჯამში. მრავალი საუკუნის წინ დიოგენეს დიოგენეს სპანივალ ერთ-ერთი ნომერ პირველი საქართველოში. ძალიან საინტერესო. გავაჩეროთ ხვითკინა, ნახოთ შემდეგი შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა არის გოეთე. საშიში ესეც. საშიში გერმანელი. ძალიან საინტერესო შეკითხვა. რომელსაც სხვადასხვა კავშირი არ აქვს გოეთესთან. მოისმინეთ სიორენ კირკეგორის გამონათქვამი. რომელი უფრო მარტივია? გააღვიძო ის, ვინც თბლემს, თუ ის, ვისაც არ ვასრულებ შეგნებულად გამონათქვამს. ამ ფრაზის პარალელურად შეიძლება გაგვახსენდეს ოლდოს ჰაქსლის გამონათქვამიც. X-იც დარწმუნებული იყო, მაგრამ Y-ებს წესად აქვთ უდროდ იყვირონ. ყურადღება, კითხვა. თუკი მიხვდით ვინ არიან X-ი და Y-ი, დაასრულებთ სიორენ კირკეგორის გამონათქვამი. დრო. ვისაც გონია რომ გვიწევს. ეგეთი შენ არ ის თვლემს ვიდრე ის ვისაც გონია რომ გვიწევს, ხო ეგ არის. უფრო რთულია იმის გაღვიძება. X-ის და Y-იც ანუ წესად აქ არ იყვიროსო, ანუ მამალი. მამალმა არ იყვიროს, ანუ X-ის დარწმუნებული იყო, მაგრამ Y-ია მამალი. აქ კითხვა როგორ იყო ზუსტად? ანუ ციტატა უნდა დავასრულოთ პირველი აცი. ხო, Y-ი არის მამალი და X-ი რა არის? ოლდოსის დარწმუნებაში ჩავსვათ, რომ მამალმა, ანუ რომ მამალს წესად აქვს. მოდი პირდაპირ ვიტყოდეთ, იმიტომ რომ ხო, აი ესე იგი. X-ის დარწმუნებული იყო, მაგრამ ან მარტივია გააგვიძო ის, ვინც თვლემს. ვისაც გონია რომ გვიწევსო რა, ეგ. არა, მაგას არ ვასრულებთ, იმას. მაგას ვასრულებთ, მაგას ვასრულებთ. X-იც დარწმუნებული იყო. ვინც გააგვიძო? მარტივესაც ანალოგიური და შეიძლება სიგნალს, მაგრამ გონია რომ გვიწევს. დრო. კამათი შეწყდა.
ბატონო კაპიტანო, გისმენთ. ვინ უპასუხებს? მოდი, ანდრი ჩაიდე შეიძლება. ბატონო ანდრი. გისმენთ. ველოდებით. მიდი, პასუხს. ანუ ერთი მომავალი. დირექტი. ციტალის დასრულებას უთხოს. ხომ არ გნებავთ შეკითხვა გაკიმეობთ. ანუ მე ვერ ვიტყვი. არ გაუმეორეთ და შეეცდიო. ისიც გონია რომ ღვიძავს და. ესე იგი, სიორენ კირკეგორის გამონათქვამი ჟღერს ასე. დაუსრულებელი ჩვენ შემთხვევაში. რომელი უფრო მარტივია, გააღვიძო ის, ვინც თვლებს, თუ ის, ვისაც ამ ფრაზის პარალელურად შეიძლება გაგვახსენდეს ოლდოს ჰაქსლის გამონათქვამიც. X-იც დარწმუნებული იყო, მაგრამ Y-ებს წესად აქვს უდროდ იყვირო. თუ მიხვდით ვინ არიან X და Y, დაასრულეთ სიორენ კირკეგორის ფრაზა. ნუ ალბათ გონია რომ ღვიძავს. ჩვენი ვერსია საბოლოოდ ეს იყო. პასუხი მიღებულია. საკმარისია. ხაგი მოისმინეთ სწორი პასუხი. რომელიც ზუსტად იგივენაირად ჟღერს, როგორც მე უკვე თქვით. გონია რომ ღვიძავს, რადგან პეტრესაც ეგონა რომ ეღვიძა, თუმცა მამლებს აქვს უდროდ დაიყიდლოს. მარტო ესაც აქვს სულელზეო, ხოდა გაკეთებ. ბატონო ნიკოლოზ, ძალიან პეტრე იყო. კარგი დასაწყისია რა. მაგას მაშინ მისი დამსახურება. მარი შემუნდა ან ვისი მოგელა და რა ვიცი ისევ ველაზე რა ისე რა თქმა უნდა კაპიტალური პასუხია. ამის დასრულებაზე იყო და ეგ გავიგო მე რა შვები. იმიტომ მამას და რაღაცა თავად რეალობებს რეალა წარმოიგეთ ბატონო წავყვანო, შეიძლება კომენტარი. საკმაოდ საკმაოდ ჩახლართული კითხვები გაქვს, ესე იგი აი ამ იმაში ძალიან კარგი. თუმცა აღებადი აღებადი რა თქმა უნდა, მაგრამ მაგრამ ცოტა გართულდება თამაშის მიმდინარეობისას. ძალიან კარგი და გასაგებია ესეთი კითხვები. ფორმულებაც უნდა დაალაგო და თან ასე რომ ჯერობაც საინტერესოა. ასე ვთქვათ, შრომატებადი ბატონო გამომიწვია ბატონო წამოწევს. არაერთხელ გამოსვლი კიდე რამდენჯერმე. ჩვენ გვახსოვს შემდეგ არასრულებრივი პაკეტი თქვენ მიერ შემოთავაზებული ბატონო საბა ბლიცი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წამი გასადროდის თამაშის პროცესში, როდესაც ამოდის ბლიცი. ბატონო ნიკოლოზ, მზად ხართ სამ შეკითხვას უპასუხოთ, რათა ერთი ქულა დაუმატოთ თქვენს ანგარიშს. კი ბატონო. მაშინ მოისმინეთ პირველი შეკითხვა. ივანე პავლე მეორე მე-19 საუკუნის ამ ფილოსოფოსის შესახებ ასე ამბობდა: ის არის დაუსრულებელი წითელი პარასკევის მარტვილი. წითელი პარასკევი აღდგომის გარეშე. დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი. წითელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. ვინჩე მახსოვსნით? მართლა გახსნიცი ჩვენ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს პარასკევი მარქსი. აღდგომის გარეშე. წითელი გარეშე მარქსი. მაგრამ აი შეფი ფილოსოფოსი უფრო. რელიგიასთან დაიგეთ ტანჯვა, თან შეწყდა კამათი ბატონო ნიკოლოზ. ვინ უპასუხებს? მოსხებს დავიცავთ. ეს შეიძლება იყოს ნიჩე, სხვა ვერსია არ ქონია ისეთი ხელმოწერა. ეს სწორი პასუხია. ფრიდრიხ ნიცშეზე ამბობდა ასე ივანე პავლე მეორე. ყურადღება ბლიცის მეორე შეკითხვა. თუ ამ მე-20 საუკუნეში მოასპარეზე ადამიანის ერთ-ერთ მეტსახელს ჩავწერთ Google-ის საძიებო ველში, შეიძლება მასთან ერთად Google-მა შემოგთავაზოს ერთ-ერთი ნისლეული ან მიქელანჯელო ბუონაროტის ერთი ნამუშევრის ფრაგმენტი. დაასახელეთ ეს ადამიანი. დრო. მოსპარ ანუ ის მოსპარ რაღაცა სპორტსმენია და ნისლეული და ნისლეული რაღაცა სპორტსმენია უეჭველი რა სპორტსმენია მარადონა რაღაცა ნისლეული რა მარადონაზე ნისლეული რა შეიძლება იყოს მაინც მეკითხება იმას სპორტსმენი მიგიყვება. არა ეგ იმან შეიძლება არის ანუ ღმერთის დრო შეწყდა კამათი ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? თავად შევეცდები ჩამოვაყალიბ. გისმენთ? ანუ 60-ის ტაბელაზე არის მოცემული ადამიანის და ღვთის ხელი, ანუ შეხება ერთმანეთთან და ღმერთის ხელი ერქვა მარადონას გოლს და ასე ვთქვათ, ალბათ მოვიგებთ მაგას.
მე გამოვიყენებ წამყვანთა უძველეს ილეთს და შემოგთავაზებ პასუხის შეცვლას. ხომ არ გნებავთ? არა. რომელი ნისლეულები იცით, ბატონო ნიკოლოზ, ზოგადად? თუ გახსენდებათ ასეთი სახელით? არა, ასე უცბად მოხსენე. სიმართლე ვთქვა. სამართლიანიც არის, რომ არ გახსენდებათ, იმიტომ რომ ბევრი სახელი სხვადასხვა ნისლეულებს არ გააჩნია. მაგრამ არსებობს ერთი ესეთი, რომელიც ძალიან გავს ხელს და არის ძალიან დიდი ზომის სხვა ნისლეულებთან შედარებით, რომელსაც ეძახიან ღმერთის ხელს. ეს ორი პასუხია, ეს ადამიანი იყო დიეგო არმანდო მარადონა, რომელმაც გული დაუწმინდა რამდენიმე წლის წინ. და მესამე შეკითხვა ჩვენი ბლიცის. თუ იმ დროს იქნებოდა პრესა, კითხვის ავტორის აზრით, მისდამი მიძღვნილი სტატია შეიძლება ასე დაესათაურებინათ. არიადნე და მინოტავრი თეზევს ერთად ებრძვიან ქართულ ლაბირინთში. დაასახელეთ მე-17 საუკუნეში მცხოვრები ეს ისტორიული პიროვნება დრო. არიადნე და მინოტავრი. თეზევს ერთად ებრძვიან. მე-17-ში ვინ ებრძოდა ვის? თეზევს. არიადნე და მინოტავრი. ეს ქართველი გიზა ხო? ქართველი ისტორია. ანუ მე-17 საუკუნეში ისტორია. ქართულ ლაბირინთში ებრძვიან. ვინმე ორი დაპირისპირებული პიროვნება ითქვა რა. მე-17 საუკუნეში ვინ დავით და გოლიათი. დრო, ბატონო ნიკოლოზ. ეს ის წამია, როდესაც მე მომეცა იმედი, რომ შეიძლება კულა მოვიპოვო, იმიტომ რომ არ დავასრულებ რატომ თქვენ იგებს. გისმენთ, ვინ უპასუხებს? დავით ხალხზე შეიძლება და გავუმეორეთ შეკითხვა თუ შეიძლება. ბატონო დავით, მოიკრიბეთ კონცენტრაცია, მე გაგიმეორებ შეკითხვას. თუ იმ დროს იქნებოდა პრესა, კითხვის ავტორის აზრით, მისდამი მიძღვნილი სტატია შეიძლება ასე დაესათაურებინათ. არიადნე და მინოტავრი თეზევს ერთად ებრძვიან ქართულ ლაბირინთში. დაასახელეთ მე-17 საუკუნეში მცხოვრები ეს ისტორიული პიროვნება. ბატონო დავით. ეს შეიძლება იყოს სვახთან მე-6. ვით სტამბა დაარსა. მაგრამ ლოგიკით ვერ გავანცულებ. როგორც მივხვდი, ისეთი ვერსია არ გაქვთ, რომლითაც 100% გაყოფილი იქნებოდით, ამიტომაც არჩიეთ ეს ვერსია. ბატონო დავით. დიახ. ხომ არ გკითხოთ კლუბს მაყურებლებს რა ან ვინ ახსენდებათ, უფრო ვინ ახსენდებათ სიტყვათა ამ შეხამებაზე ქართული ლაბირინთი. კლუბში სიჩუმეა სავარაუდოდ ვერსიათა სიუხვე ალბანი იქნება ლაბირინთში მეგობრებო იკარგებიან ძირითადად ეს არის ლაბირინთის ფუნდამენტალური თვისება. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მტერი დაკარგა ქართულ ლაბირინთში? ხეებში ეს იყო თევდორე კვეთელი, იგივე თევდორე მღვდელი. ბრავო. ეს სიამოვნა რაც მოხდა, რადგან საინტერესოობა შეეძინა უფრო თამაშს და არა იმიტომ რომ გუნდის წაგება სურს ასე შემდეგ. დავატრიალოთ მითქინა და მანამდე ხოლოდ ქალბატონ ლალის შეგვიფასოთ დღევანდელი თამაშიც და კიდევ გითხრას რაიმე საინტერესო ზოგადად ამ პროექტზე და იმ სივრცეზე რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საინტერესო თამაშია, რაღაც ესეთი აზრით ჩავედი. აქამდე სულ აპროტესტები, რომ მოგეჩები, ბიჭები, ინტელექტუალურ თამაშზე არიან რაღაც სულხან საბა და მითებზე და იმას ზვალს გადაუგდებდა, რომ იცივდებიან აზარტით სახრაბად, მოკლედ ასე არიან. თუ რაიმე ინტელექტუალური დამზადები არის, შეგიძლიათ მოიტანოთ არჩევნებს და ეგრევე გავწევდიან. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის. შეიძლება მიუბრუნდეთ ისევ თუ ამოვა შეკითხვა რომელიც თუმარმა მოგიმზადა სინამდვილეში კი მასპინძელმა. ახლა კი მოვიდა შექსპირი. ბატონო შექსპირი თავაზობ
ასეთ შემთხვევას. ყურადღება. კალციუმი, ფთორი, რკინა, იოდი და ნეონი. ერთ-ერთ ინტერნეტ ხუმრობაში ნათქვამი იყო, რომ მომხმარებელს პერიოდულად სჭირდება ამ ნივთიერებების მიღება. თუმცა ამ ნივთიერების ქიმიურ ფორმულას თუ დაუკვირდებით, მასში ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ელემენტი არ შედის. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს ნივთიერება, რომელსაც მსოფლიოში რამდენიმე ძალიან პოპულარული პროდუქტი შეიცავს. დრო. ბადამდელს ავიღებთ და უპასუხებს. ძალიან კარგი. ხო, თქვენთვის ბატონო წამყვანო. ავიღე როგორც მენდელეევის ტაბულაში არის ეს ნივთიერებები, კალციუმი, ფთორი, რკინა, იოდი, ნეონი, ეს ყველაფერი ლათინურად რო დაწერო, იქნება სიტყვა კოფეინი. შესაბამისად ეს ნივთიერება არის კოფეინი. მიღებულია ისმინეთ სწორი პასუხი. ალბათ შეკითხვის ავტორს ჩაფიქრებული ქონდა, რომ თქვენ დაწერდით ლათინურად ამ ნივთიერებების სახელებს, როგორც პერიოდულ სისტემაზეა, თუმცა ის ფიქრობდა, რომ მინიმუმ 1 წუთი მაინც დაგჭირდებოდა თავის თვითონაც. ბადამდელი პასუხიც აია, წუთი გვაქვს. მაშინ დაფიქსირდა. გაიხსენეთ მე როგორ მოჭირდება. გუნდი არაჩვეულებრივ ფორმაშია და ვფიქრობ, კარგი თამაშის მომწნე გავხდით. იზღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ დიდხანს გაგრძელდეს ეს თამაში, რადგან ამის პირი გარუჩანს რატომღაც. გავაჩეროთ ზრიალა, ნახოთ რას შემოგთავაზებს. სტუმრის შეკითხვა ამოვიდა ქალბატო ლალის, რომელიც სინამდვილეში მასპინძელია. ანუ ეხლა მე გამოდივარ სტუმარ მასპინძელი. სტუმრის შეკითხვა და შავი ხუთი ერთდროულად სტუდიაში. ამჯერად არის ალტერნატიული შავი ყუთი. დაწუნდებული სხვათაშორის თქვენ მიერ. ისე თქვენ მიერვე. დაწუნდებული შავი ყუთი მოვიდა სტუდიაში. შავ ყუთში დევს ნივთი. მოკლედ არსებობს ასეთი გამოთქმა იაპონიაში, რომ ეს არის ნივთი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ერთსა და იმავე დროს აღიქვა წარსული, აწმყო და მომავალი. ესეთი თქმულება არის იაპონური, ამ ნივთის საშუალებით შეგვიძლია წარსულში, აწმყოში და მომავალში ერთდროულად აღიქვათ საკუთარი თავი. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის. სარკე, მაგრამ რა ფოტოალბომი მე მგონი ძველია და ფოტოები არ იძლევა რა. შეიძლება არის ძველი, არ ვიცი, მაგრამ ფოტოაპარატი სარკე კაი, მაგრამ მომავალში რაღაცა ისეთი ყوارია რაღაცას რომ ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენო და ანუ რაღაცა ისეთი უნდა იყოს, რომ ჩანს რა, საათი მომავალში წარსულში და შენი თავი დაინახო. შენ თავს ხედავ მაგაში. რაღაცა დროსთან წარსულში შეიძლება იაპონია მინიშნება. ანუ მარაო შეიძლება იყოს იაპონიაში თქვა. მარაო არა. რაღაცა ეგეთი რა. კიდე რა. ფოტოაპარატი შეიძლება პროექტთან აკავშირებს. ფოტოაპარატი არის მომავალში არ ხდება. რა შეიძლება რაში ხედავ შენ თავს? ანუ წარსულში და აწმყოში. სარკეში წარსულს ვერ დაინახე. არა, სარკეში. ხო, რაღაც პირობითად თან გაშტანი. მაგრამ ვეც ფოტოალბომი უკეთესია. რამე აი კიდე რა. აი რაღაცა შავყუთში რა შეიძლება იყოს. მომავალში ციგნია, ძალიან ბანალურია. სარკეში, მაგრამ სარკეს ლოგიკას უნდა ახსნათ რაღაცას. სარკეს ავერი ახსნია მომავალი აშვაში. დრო. ბატონო ალექსანდრე, ვინ უპასუხებს? ანრი ჩაიძა შეიძლება. ბატონო ანდრეი, გთხოვთ, აი ქალბატონ ლალის უპასუხოთ თქვენი ვერსია. ეს შეიძლება იყოს ფოტოალბომი.
გავხსნათ ჩავიყუთი. მივცეთ შანსი რომ შეცდომი შეკითხვა. ნახოთ. სამწუხაროდ ვერ ვიქნები ამჯერად მობიელი, იმიტომ რომ გუნდი დიდი ანგარიშით იგებს და ჩემი პირველი мотиваცია რომ თამაში უფრო საინტერესო გახდეს და უფრო ხანგრძლივი იყოს. არა და სწორი ვერსია იყო და მადლობას ჩემი ხელით გიდოდათ რომ თულა დაიკარგა გუნდს. მათ შორის გამაჩვენე. რატომღაც მეკონა რომ გამოიცა. სარკე ძალიან მარტივი მაგის გარდა მაგრამ რატომ ვერ გვერდი ვარ მეცხვაშველია მიდიოდა ისე ლოგიკა არიცვლები და სულ არა ასე ხედავს საკუთარ თავს არქოში აი ყველა კოსმეტოლოგმა იცის როდესაც ასე აიხედება ხალი ჩანს როგორი იყო 10 წლის უკან მაგრამ როდესაც ასე დაიხედება გამოჩნდება როგორი იქნება 10 წლის მერე ძალიან დიდი მადლობა ამას მერე მეორად უფრო საინტერესო მოშვენება მე პირადად ეს შეკითხვა მაინც ახსოვე კაი კითხვა და მივიღე ახალი ინფორმაცია რომელიც აკაპიტალო შემეცნებითი შეკითხვა ძალიან საინტერესო ამასობაში გთხოვთ დაატრიალოთ ბზრიალა და თუ კი გუნდის რომელიმე წევრს აქვს სურვილი შეუძლია დაარეკლამოს ის რაც უნდა ამ დროის განმავლობაში კარგი მე შევეცდები თუ ახლა წინააღმდეგი დავარეკლამებ ჩვენი საკვირაო სკოლის YouTube arts ეს მქონდა ჩაფიქრებული სწორი პასუხია როცა ზუსტი ფორმულირება ეს იქ ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა ჩაწერო YouTube-ში და ძალიან საინტერესო ვიდეოებს შევეცდებით მათ შორის აი ამ გადაცემას ახლა ხმასაცაველი ვიდეოებში ასეთი ვაჭირდა ხო ანუ სხვა ის არის ხო შესაძლოა და ამჯერად ამოვიდა სერვანტეს ამის არგუშ ნახოთ ეს ის რას გვიქადის სერვანტესის არგუშ დიდი სატირიკოსი მომზადეთ კითხვა ერთ-ერთ სტატიაში ზოდიაქოს ნიშნების შესახებ კითხულობთ ასეთ რამეს ტყუპები ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებს გულისხმობთ მრავალმხრივები არიან მათ შორის არიან ინტროვერტებიც და ექსტროვერტებიც ისინი შეიძლება სრულიად ჩაფლული იყვნენ წვეულებებში და ლარგ ცხოვრებაში ან პირიქით შეიძლება კედლის ყვავილებად მოგვევლინონ ყურადღება კითხვა განმარტეთ მაქსიმალურად ზუსტად რას ნიშნავს კედლის ყვავილები დრო ანუ ინტროვერტი ვიცა ისა კედლის ყვავილი რა და კედლის ყვავილი რატო სურო და რა შუა ანუ შეიძლება ისო გაიზარდოს არამე თავის ნეგატივად შეიძლება სხვა ან თუ კედლის ყვავილს რა ის აქვს სოკოვანია რაღაცა ან ჩვეულებრივი ყვავილი რა უბრალოდ მგონი ასე იზრდება სიმაღლეში ანუ რომელიც და ამდენის ცხოვრება ამათ საპირისპირო უნდა ქონდეს. ექსტროვერტები არიან წოლებაში. ხო და ეს ინტროვერტები კედლის ყვავილები რატო არიან? სახში არიან სულ შეიძლება მაგრამ კედლის ყვავილი მაშინ ოთახის ყვავილი იქნებოდა კედლის ყვავილი რატო? კედელი და ყვავილი. ან კედლის ყვავილი რა. სხვაგან ვერ ხარობენ ალბათ. აი ამ ფიზიკაში შეიძლება ვერ აი ხაროს. სულ რო იყოს ხავსი სულ ხო მოდებს ან თავისი და სულ ხავსი შეიძლება ხავსი რატო ხავსი რა ხავსი გარეთ განმარტო აღჭირდება რა რატომ ხო შეიძლება რომ გადაადო შენ ნეგატივის სხვა ინტროვერტი ანუ ინტროვერტია ანუ ზეზე რამე სხვა რა არის რა სურო როგორ იზრდება ზე უყურს არ უყურს ინტროვერტი შეიძლება არ უყურს შეიძლება არ უყურს და სულ დრო კედლის სახში დორომ ზე არ უყურს დრო აბიცურა ბატონო საბა ბატონო ნიკოლოს უპასუხებს შეკითხვას თუ ვნებავთ მე გავიმეორებ საბა შეეცდება და გავუმეორებ შეგახსენებთ რომ თქვენ გაქვთ დახმარებაც დარბაზის დახმარება შეიძლება ახლა გამოიყენოთ არ ჭირდება კარგი ბატონო საბა თქვენთვის გავიმეორებ შეკითხვას არ დამეზარება და ყურადღებით მოისმენთ შეცვლა ერთ-ერთ სტატიაში ზოდიაქოს ნიშნების შესახებ კითხულობთ ასეთ რამეს ტყუპები მრავალმხრივები არიან მათ შორის არიან ინტროვერტებიც და ექსტროვერტებიც ისინი შეიძლება სრულიად იყვნენ ჩაფლული წვეულებებში და ლარგ ცხოვრებაში
ან პირიქით შეიძლება კედლის ყვავილებად მოგვევლინონ. კითხვა: განმარტეთ მაქსიმალურად ზუსტად, რას ნიშნავს კედლის ყვავილები? დრო. კარგი, მგონი შევცვალე ვერსია, რაღაც ახალი ვერსია მაქვს. ვინაიდან ამაზე თანახმობა დროსაა. ნუ ამ შემთხვევაში ავიღებ ჩვენ თავზე გარგან გადამიგლოსა კი ბატონო. კი ყურადღებით გისმენთ. ვინაიდან ესე იგი ექსტროვერტებს უყვართ წვეულებები და ესეთი ლაღი ცხოვრებით არიან დაკავებული და დროს ატარებენ წვეულებებზე, ამის საპირისპირო ინტროვერტები შეიძლება წვეულებებზე როცა უწევთ წასვლა, კედელთან არიან ესე ვთქვათ ატოზულები. განმარტოებით შესაბამისად, ესეთ ადამიანებს წვეულებებზე შეიძლება დაუძახოთ კედლის ყვავილები. რამდენიმე წამში თქვენ გეწევათ ღვთაებრივი შეგრძნება. ძალიან ლამაზი და ამავდროულად ვფიქრობდი, რომ რთული შეკითხვა. არ მეგონა. ეს იყო ჩემი ბომბი, ასე ვთქვათ. ბატონო წამყვანო, ასევე თქვენი კომპლიმენტი ძალიან კარგი შეკითხვა. ანგარიში ამასობაში არის 4-2. იმდენად საინტერესო თამაშია, რომ ანგარიში ზუსტი რაოდენობა. დავატრიალებ ზრიალა მანამდე კი ბატონ ზურას, რომელიც ჩემი აზრით არის მაგისტრი და შეგვიძლია ვკითხოთ შეფასებად ზევადელი თამაშის, რომელიც კედლის ყვავილივით საერთოდ უშეშია. ბატონო ზურა, ხო შეაფასო ჩვენი ზევადელი თამაში. მინდოდა რომ აიღო დახმარება, თუმცა არ დაჭირდა სამას რეალური თამაშის. მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის და შეკითხვებისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვა. არ დავიწყებ ახლა მოთხოვებას და არ მიხარია სხვათა შორის გავსი ანგარიში ვისურვებდი რომ უფრო დაძაბული მოგდებია, რადგან მეც მიწევს თავაში ამ კლუბში, ვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. კლუბს კი წარმატებას ვისურვებ. 6-5 მოგება. დიდი მადლობა ბატონო ზურა. ახლა კი ჩვენი შემდეგი შეკითხვა ეს არის დოსტოევსკი. ვისმინეთ ძალიან საინტერესო შეკითხვა. 1925 წელს მოსკოვში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. ლენინის მავზოლეუმის ქვეშ კანალიზაციის მილი გასკდა და მავზოლეუმი ამ სიმყრალემ მოიცვა. მთელი კომუნისტური ელიტა შეაშფოთა ამ ფაქტმა და ცდილობდნენ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. ამ დროს მავზოლეუმთან ჩამოიარა პატრიარქმა ტიხონმა, რომელიც უკვე ღრმად მოხუცი იყო და როგორც ამ ამბის შესახებ დაწერილ სტატიებში შენიშნავენ ხოლმე, აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი. ის მავზოლეუმთან შეჭერდა და ხმამაღლა ქუჩაში მდგომი ხალხის გასაგონად წარმოსკვა. კითხულობ ციტატას. საოცარია, როგორი წმინდანიც იყო, დაასრულეთ ფრაზა. დრო. ისე გაიხრწნა, გახსნაზე ხო არა სუნთან კავშირი. ხო, ისე გახსნა. პიროვნება იყო, მაგაზე. ხო, იმიტომ პატრიარქი ისე გაიხრწნა, ჩლავისული ხო ამოუშვება ისე გაიხრწნა. არაფერი რაღაც უარყოფითი თქვა და ისეთი წმინდანიც იყო, ისეთივე სუნელია ქონა რაღაცები. ან ისე გაიხრწნაო რა. ისეთი სუნი ამოუხო, გახსნა. იმიტომ მალე გაიხრწნა ძალიან, 25 წელია, 23-ში არ მოვიდა თუ რაღაცა. დარიო მაგდროს. ხო, 2 წლის ხო და ეხო მაგ იყო. მაგას ხო არ სეპაისებში რო აფქვენ მაგას ხო არა. როგორი წმინდანიცა ისე მირონის ისეთი მირონი ისო როგორი წმინდანიც არისო, მირონი ხო სტი წმინდანებს, მაგის სული შეიძლება იყოს კანალიზაციაზე რა. მაშინ შევიდა, მაშინ შესულა. გარეთ. ანუ სუნზე უნდა იყოს ისე რომ ჩამოატარებენ. ამ სიწმინდესთან ხო შეიძლება მირონი და ისეთი მირონის დის როგორც ის იყო. რავი. მეორე ის მირონი გაგწნა რა. ხო და არა. არისო გაგენული ხოლმე. დრო ამოიწურა ბატონო ნიკოლოზ. მოკლედ, რავი, არ ბატონო ნიკოლოზ შეცდა კამათი ვინ უპასუხებს? მოდი ისევ საბაში ეცდება. ბატონო საბა.
შეგიძლიათ ხელმეორედ გაიბწყინოთ ან ვეღარ გაიბწყინოთ. რადგან მე გადმომილოთ საკაპიტანმა ამ პასუხისმგებლობა, მოდი ჩემ ვერსიას უპასუხებ, კიდე სხვა ვერსიებიც იყო საინტერესო, მაგრამ მოდი ამას ვიტყვი, ესე იგი ციტატას დავასრულებ. მან თქვა, როგორი საოცარი წმინდანიც იყო, ისეთივე მირონის დის, ესე რომ ვთქვა, ან ისეთივე სურნელის მირონის დის. მოკლედ მირონის დენაზე არის სავარაუდო შეკითხვა, ანუ კანალიზაცია დაკავშირა გასაგებია, დიდი მადლობა. როდესაც წმინდანები გარდაიცვალებიან ხოლმე, ყველაზე სახასიათო რაც მათ თავს ხდება და ხალხი ხედავს ხოლმე მორწმუნეების ნაკადი ასე ვთქვათ. ეს არის მირონის დენა. და როგორი წმინდანიც იყო, ისეთი მირონის დის. არის ორი პასუხი. ბატონი საბა ბატონო გოგა, გავაყოლეთ იგი ბატაშორის ისეთი სიტუაცია ჩააბატეთ ფრაზაში, რომელიც არ იყო ბატონო ძალა. ძალიან ძლიერი მოთამაშეები არ მოხდა დღეს. ბატონი საბა იქ იმყოფებოდა მე მგონი. შევიტანოთ ეჭვი ამ ანგარიშებოდა ანგარიში ამასობაში არის 5-2 შემზარავი ბატონი წამყვანი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ამასობაში დაატრიალეთ. სულ რაღაც ერთი ნაბიჯი დარჩა გუნდს შავი შესანიშნავი შედეგის დასაძლებლად. არ ვიცი რა ვთქვა, მე უკვე ძალიან გულშემატკივრო იმას, რომ თქვენ ვერ უპასუხოთ და გაითვალისწინეთ და შეეცადეთ ხოლმე რომ იყოთ კონკრეტულები, რადგან ცოტა პრაქტიკული იქნება შედარება. ისევ თამაშის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასობაში კი ვნახოთ რა ამოვიდა. და მეორე შავი ხუთი ჩვენს თამაშში. შავი ხუთი სტუდიაში. შავი ხუთი იქნება თუ არა ბოლო შეკითხვა ჩვენ დღევანდელ თამაშში. ყურადღება კითხვა. ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა. Ab ovo usque ed mala. X ან ქართულად ეს გამოთქმა ითარგმნება ასე. X-დან Y-მდე. ბუნებრივია X-ში და Y-ში ჩვენ შევცვალეთ სიტყვა. რაც აღნიშნავდა მთელ დღეს. არო ეს იყო იგივე დილიდან საღამომდე. X და Y ორივე აღნიშნავდა მისტერიულ სიმბოლოს წარმართულ სამყაროშიც და ქრისტიანულშიც. ქრისტიანულ სამყაროში ეს თანმიმდევრობა შეტრიალებული სახით უფრო მისაღები იქნებოდა Y-დან X-მდე, როგორც ჯერ დაღუპვა, შემდეგ გადარჩენა. თუმცა წარმართულ სამყაროში ეს თანმიმდევრობა საკისებურად შეტრიალებულად იყო წარმოდგენილი. ყურადღება კითხვა. რა დევს შავ ხუთში გამისახელეთ X-იც და Y-იც? დრო. რაღაცა საგანია. ეს იგივე ორივე ის ამ ქრისტიანულ საპირისპიროდ ის. პირიქით რა არის საათი? არა, რაღაცა პირიქით რა ტრიალებს, ან რაღაცა რა წარმართულ სამყაროში რო თქო. საათი ქვიშის საათი რო ამოატრიალებ პირიქით, ხო და საათი უნდა იყოს, საათს გავს. იმიტომ დილიდან საღამომდე მთელი დღეო. კიდე სხვა ვერსია. მაგრამ ქრისტიანულში საპირისპიროდ რატოა? ანუ ქრისტიანულში დაღუპვას და დაბადებას, ანუ X-ი იყო დაბადება, დილა არის დაბადება, ღამე არის დაღუპვა და პირიქით რომ მოდიხარ ქრისტიანობაში ჯერ იღუპებენ, მერე იბადებიან რა ქრისტეს სამყაროში. ხო და ეგ დღე და ღამე რადგან არის უეჭველი დრო უნდა იყოს და საათი თუა ქვიშის საათი, იმიტომ რომ ამოატრიალებ. პირიქით ადებ. კაი, სხვა ვერსია. რა მასეთი რა. ამ შავი X-დან შავი Y-დან მე ხო არა. რადგან დღე და ღამე იყო ნახე. X-დან Y-მდე რა? თეთრია შავი ფერი. X-დან Y-მდე. X-დან Y-მდე. ანუ იმ თავიდან ფესვები რა, ფესვები და პირიქით კეთდება, რომ და ამოატრიალო. აი, მარის ვერსია იყო.
დრო ამოიწურა ბატონო ნიკოლოზ ქისმეთ. ვინ უპასუხებს? უპასუხებს მარიამ. ბატონო მარიამ, თქვენს გამეორება ხო არ მეგავს? არა, პირდაპირ უპასუხებ, ჩვენი აზრით არის. ხმარებას კვლავ არიღებთ ჯიუტად. ჩვენი აზრით შავყუთშიდოს ქვიშის საათი. კარგი, გასაგებია. ეხლა კი მოისმენთ ჯერ ჩემი შენიშვნების კასკადი, შემდეგ კი სწორი პასუხი. არ ვიცი რის სიმრავლეა, თუმცა თქვენ იმასაც კი არ მიაქციეთ ყურადღება, რომ X-ი და Y-ი და ბოლო წინადადება ჩემიც ესეთი იყო, რომ ორივე დაასახელეთ, რაც ვთქვი, შავკან ორი ნივთი უნდა დაგესახელოთ. ხალბატონო მარია, რითი იწყებთ თქვენს დილას? ის იქნება გაგვიძებით. მირთმევთ არა ყავას, არა. ჩაის, აქ არ იქნება საკვებს. ხო. რას მიირთმევენ ხოლმე დილით? დრო მაინც თავზე საგრელად გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ. სწორია. კვერცხს მიირთმევენ და ეს არის გადარჩენა, გამოხსნა, როგორც აღდგომის სიმბოლო. ხოლო დაღუპვა, მისი საპირისპირო ეს არის თქვენ მითხარით? ერგო კვერცხი. დაღუპვა, პროდუქტი, რომელიც დაღუპვასთან ასოცირდება ადამიანისთვის. ავიღველი. სიგარეტი. ბატონო საბა ეს თქვენ განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდეთ წინა თამაშიდან გამომდინარე. რომელ პროდუქტთან ასოცირდება მეგობრებო ადამიანის დაღუპვა? ეს არის თქვენ ახლა თავში მოიწყავთ ხელს, ეს არის ვაშლი, რომელიც ადამა ჭაკბიჭა. სწორი პასუხია კვერცხიდან ვაშლამდე. ალბათ შეამჩნიეთ რომ წაბმას ფერი დაუბრუნდა. აი არა უშავს. ძალიან კაია. კაი ვერსია. ინჟინერესი თამაში აჩვენებს როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, აბსოლუტურად სულეთია. ეს თამაში პირობოდ საინტერესო და შემდგარია. და დიდი მადლობა ამისთვის მეგობრებო. ახლა კი ნახოთ რა მოვიდა. მოვიდა უდიდესი მწერალი და წამყვანის უსაყვარლესი დანტე. ნახოთ რას მიგზადებს შეკითხვა დანტეს წარწერის ქვეშ. ხოცი ჩუმაიკოს დარბაზში მოისმინეთ შეკითხვა. ერთხელ ჰენრი ფორდი ცნობილი ავტომობილების მწარმოებელ ენცო ფერარისთან მივიდა და წინადადება წაუყენა. თუ ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდებოდნენ, თავად შეეძლო ფერარის მანქანების ერთი ნაკლის, კონკრეტულად გადაბმულობის ფილის, ეგრეთ წოდებული სცეპლენიის პრობლემის გადაჭრა. ენცო ფერარმა კი, როგორც ჩანს, საკმაოდ გაღიზიანებულმა მას ასე უპასუხა. შენს ტრაქტორებს მიხედე, ფერმერო. ყურადღება, კითხვა. ვისი გვარი შევცვალეთ შეკითხვაში? ჰენრი ფორდი. ლამბორჯინია. დრო. ტრაქტორებს. ადამიანს იღებს ბატონოს. ლამბორჯინია წარმოება. ხაიდან ორი გვარი დანტე რა. ლამბორჯინი. დააფიქსირეთ საბოლოო ვერსია, რომელიც ან გადაგარჩეთ, ან არაფერი. როგორც ვიცი, ლამბორჯინი ძველად აწარმოებდა ტრაქტორებს. და ამით ირონიულად მიუგო, რომ დანტეთან იტალიური იქნება დიდი ალბათობით. პასუხი არის ლამბორჯინი. მიღებულია თქვენი ვერსია. მოისმინეთ სწორი პასუხი. ის რასაც აწარმოებდა ლამბორგინი ეს იყო ტრაქტორები, რამაც ოფის მეურნეობაში ხარის გამწევი ძალა ჩაანაცვლა. ხარია გამოსახული ლამბორგინის ლოგოზე. გასულა ევანდელი თამაში გაიმარჯვა ნიკოლოზ ნაკაშიძის ექვსეულმა ქალაქში ცნობილმა როგორც თამადა და უკვე საკმაოდ პოპულარულმა გუნდმა და აი ისინიც გამარჯვებული მოაზროვნეები ბატონი კაპიტანი ნიკოლოზ ნაკაშიძე არაჩვეულებრივი მოაზროვნე ანდრი ჩხაიძე გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ამ და სხვა თამაშებში
დავით მსხალაძე, ალბათ ერთი ვერსიის მგმელი და ბევრი ვერსიის გამჟღერებელი, ქალბატონი მარიამ კახიძე და რა თქმა უნდა საბაი ნასარიძე, რომელმაც არაერთი შეკითხვა გამოიწვია დღეს და ასევე საჯარო მართვის ბაკალავრი როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბატონი ალთო აბესმამიძე. საკმაოდ ძლიერი გუნდია. მე ხა გადავალ დარბაზისკენ და ვთხოვ ჯერ შეაფასოს თამაში, ვისაც ამის სურვილი ექნება, საბოლოო ჯამში აწუხა დამთავრებული თამაში და შემდეგ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ საუკეთესო შეკითხვა და ასევე საუკეთესო მოთამაშე გუნდში, რაც ჩვენი თამაშის განუყრელი ნაწილია. ბატონო ზურა, ხო არ დაიწყებით? ხალბატონ ლალის დასაწყისში გამგებ არ ვთხოვ, რადგან მინდა რომ შეაჯამოს. სიამოვნებით ბატონო წამყვანო, მართალია მაგის მარტო წონაში ვგავარ, თუმცა მივცემ ამ შემთხვევაში პირველ რიგში საუკეთესო მოაზროვნეს დავასახელებ ეს. ჩემი აზრით ეს იყო ბატონი საბა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი თამაშია, ბატონი საბა გამორჩეული იყო და სწორედ მისმა პასუხებმა გადამტეხი როლი ითამაშა. ასევე მინდა რომ საუკეთესო კითხვაზეც გავაჟღერო თქვენის ნებართვით. ჩემი აზრით ეს იყო ალბათ უკონკურენტო კვესსა და ვაშზე შეკითხვა ძალიან ლამაზი, ისთვისაც ძალიან მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ზურას. ვფიქრობ ობიექტური შეფასებისთვის, ის გამოირჩევა ხოლმე ობიექტური და რაციონალური შეფასებებით და შეჯამებებით. მადლობა ამისთვის. ახლა გადავინაცვლებ ბატონ კახი კახიძესთან, რომელიც ჩემი თანაგუნდელია ამ თამაში და ასევე დიდი გამოცდილება გააჩნია. მოგესალმებით რიგში, მე არ დავიწყებ, რა თქმა უნდა ძალიან კარგი თამაში აქ ჩვენეს, დასაწყისში მიხედავთ იმისა, რომ ყოფილვარ, უკვე დავინახე, რომ არანაკლებ საინტერესო თამაში იქნებოდა მოცემული, ასე ვთქვათ, გათამაშების დროს. მე დავასახელებ ჯერ შეკითხვას და დავეთანხმებ ბატონ ზურას, ეს უდაოდ ვაშლისა და კვერცხის შესახებ იყო. მისი ლოგიკით და საკმაოდ დაძაბული და საკმაოდ კარგი ჩახლართული სიუჟეტით, ასე ვთქვათ. ხოლო საუკეთესო მოთამაშედ მეც დავარჩევდი საბას, სწორედ იმ შეკითხვის გამო, ინტროვერტი და ექსტროვერტის შეკითხვის გამო, რომელიც ჩვენ ვიგან ხასიათდება ბოლო წამს აღებული შეკითხვებით, რომელიც საკმაოდ ძალიან ხშირად ჩამოყალიბდა ბატონო ტრადიცია მოგიზადია არ კითხვა, მით უმეტეს ბოლო წამს. ამიტომ დავასახელებ ბატონს. დიდი მადლობა ბატონ კახის, ქალბატონ, არა, ჯერ ბატონ იმე და იაკოვოს თქო შეჯამებას და მაშინ ვარემ საუკეთესო შეკითხვის და მოთამაშის გამოვლინებას. მგონი თავიდანვე შენიშნეთ, რომ საბოლოოდ ფინალი დაახლოებით ფინალში დაახლოებით ასეთი შედეგი დასრულდებოდა, ისეთი სტარტი აიღეს მოთამაშეებმა, რომ ეტყვი არავის ვეპარებოდა, რომ ტრიუმფალური იქნებოდა მათი გამარჯვება და მე კიდევ ერთხელ მინდა მივიღოთ ასეთი თამაშის. დიდი მადლობა ბატონ იმედას, იქნებ დავასახელოთ საუკეთესო შეკითხვა, საუკეთესო მოთამაშე. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო შეკითხვა მაინც მირონს შეეხებოდა, ცოტა ირონიაც იყო ამ კითხვაში და ჩემთვის პირადად ეს იყო საუკეთესო კითხვა დღეს და მოთამაშეებს რაც შეეხება, უნდა დავეთანხმო აქამდე გაჟღერებულ მოსაზრებებს, რომ ბატონ საბას თამაში დღეს იყო შეუდარებელი. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია ეს განწყობა და ეს ემოციები, რაც დღეს არის აქ და ძალიან მიხარია, რომ მარტო საკვირაო სკოლის სტაფი და საკვირაო სკოლის მოსწავლეები არ არიან, ჩვენთან ერთად ქალაქიდანაც მოდიან სტუმრები და მგონია, რომ ჩვენი საკვირაო სკოლა რაღაცნაირად ინტელექტუალურ ხაბად იქცევა თანდათანობით. ესეც ისედაც არის კარდიობალის პრინციპი, რომელიც ხრევს თავის დაუბრუნებლად ყველა ინტელექტუალს და ჩვენს ორბიტაზე დაადრიალებს ეს სტატუსი. და ეს შეხვედრების უბრალოდ ამისის საშუალებას იძლევა. ხო, რაც შეეხება, მე მომეწონა ჩემი საუკეთესო მოთამაშეთ, რაღაცა უხერხულია ჩემი, ისევ ჩემი შვილი რომ დავასახელა. მოდი არ და გუნდიდან, მე დავემატე, არ და გუნდიდან დავასახელო, ძირითადი გუნდიდან. ხო, მე მგონია, რომ კაპიტანი დღეს იყო შეერთებული. ზოგადად კაპიტანის შრომა, ეს არის ყველაზე დაუფასებელი და დაუნახავი შრომა, თანამედროვეა ძალიან დიდი. ძალიან რთულია ზოგადად იყო კაპიტანი, ამიტომაც მეც ვაიდებ ყოველთვის თავს, ამიტომაც ვაწმენთ ხოლმე სხვა ხელებს.
დიდი მადლობა. ბატონო იოსი, მე მგონი დრო დადგა, შევაჯამოთ. ჯერ თქვენ შეაჯამეთ, მერე ბატონი წამყვანი გამოავლეს თქვენ მიერ დასახელებულ ვერსიებს. ძალიან კარგი მატჩი იყო, როგორც მოსალოდნელი იყო თავისთავად. გუნდმა იდეალური კულტურა ჩვენა, შედეგით სახეზეა. დარბაზის აზრს მეც დავეთანხმები, რადგან მანამდეაც გასული მქონდა, რომ დღის მონასტრობნე, ნუ თუ ისწავლოთ 4 ადამიანი და რომელიც ძირითადი გუნდიდან დაიჭრეს არის ნიკოლოზ ნაკაშიძე, კაპიტანი. ისე თავისთავად რომელსაც ჩაატარა, კითხვას რაც შეეხება მედიცინას კითხვაც მომეწონა, გასაგებად ხოლმე შეკითხვა თეოდორე კვერთხელზე და თავისთავად კვერცხზე და ვაშზე კიდევ უფრო იდეალური შეკითხვა იყო. წარბადებს გისურვებთ რა. დიდი მადლობა. ყველას როგორც ჩანს, დღევანდელი საუკეთესო შეკითხვა ბატონი იოსი დამეთანხმება, ეს იყო კვერცხიდან ვაშლამდე მომაელების თეორიული სწორებიდან და საუკეთესო მოთამაშედ გამოვლინდა ბატონი საბა ინასარიძე, მიულოცო და ასევე გასაგებია ბაშკა კაპიტანი, რომელიც ნამდვილად შეუდარებელი იყო დღეს. გილოცავთ მეგობრებო, დიდი მადლობა და ვინძლო ინასი შევხვდეთ